გალია მელიას დასამწყვდევად უკვე მზად იყო, როდესაც ქართული ოცნების გეგმა თვითონ ქართულმა ოცნებამ ჩაშალა. თან არც მეტი არც ნაკლები თავად პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც საკუთარი თავიც გადაარჩინა და 20 ივნისისგან განსხვავებით სისხლისღვრაც დააპაუზა. ვამბობ დააპაუზა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ მოიქცევა მის ადგილზე ღარიბაშვილი. გააგრძელებს იქ, სადაც შეწყვიტა გახარიამ, თუ აირჩევს სხვა გზას. ამასობაში ნიკა მელია ციხეში არა, მაგრამ ციხესიმაგრეში კი აღმოჩნდა. მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციასთან ერთად ის ნამდვილი ალყის მოლოდინში იყო გამაგრებული ნაციონალური მოძრაობის ოფისში. ქართული ოცნების ხელისუფლებაც ზუსტად ციხესიმაგრესავით მართლა ალყით და შტურმით აპირებდა შენობის აღებას და მელიას დაპატიმრებას. მოსამართლემ შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოიტანა, სპეცრაზმელები მოემზადნენ, მანქანები დაიქოქა, მაგრამ მაინც ვერ დაიჭირეს. ძიმე დღეს მოულოდნელი დასასრული აღმოაჩნდა. ცოცხალ ბარიკადად ქცეულ შენობაში ყველაზე საპატიო სტუმარი დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის მივიდა. დიდი მადლობა რა, რატო შეწუხდით რა ესე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის საპატიო პირველ ნომერს. გულმა ვერ გაუძლო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისთვის თვალი ტელეეკრანზე ედევნებინა. ამიტომაც 82 წლის ბუბა კიკაბიძე პოლიტიკური დაძაბულობის ეპიცენტრში აღმოჩნდა. თავის იბუბებურად ესე მგონი. დაიჭერა, სულია მაგათის არ დაიჭერა სულია. ყველაფერს თავის ხაზი და დაპოლიტა მე. ნიკას დაჭერა ამ შემთხვევაში იქნება გახდება წითელი ხაზი. წითელი ხაზი გახდება პარლამენტისთვის. ამ დროს წითელი ხაზი გადაკვეთილი არ იყო. ჯერ ისევ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, რომლის ფინალიც თითქმის ყველასათვის წინასწარ იყო ცნობილი. თუმცა ნიკა მელიას მხარდამჭერებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ხელისუფლებას ოპოზიციონერი ლიდერის დასაჭერად გამბედაობა არ ეყოფოდა და მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებდა. მე ეგრე მგონია, იმიტომ რომ რა ვიცი, ბოლო არა, ანუ ამის იქით ახლა შეხვიდე მთავარ ოპოზიციურ პარტიაში სპეცრაზმით გაიყვანა ოპოზიციის ლიდერი, სადაც ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, აი ეს რუსეთიც აღარ არის. გაერთიანებული ოპოზიციის უპირობო ლიდერის ნიკა მელიას მხარდასაჭერად პარტიის 4 სართულიან ოფისში იმდენი ადამიანი იყო შეკრებილი, რომ მხოლოდ გადაადგილება კი არა სუნთქვაც სჭირდა. ვერცერთ კოშმარულ სიზმარში ვერ დამისიზმრებოდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში ამოყვებდი თავს, მაგრამ დღეს ამას მე არ ვაყურებ, როგორც ნაციონალური მოძრაობის ოფისი. ეს არის ოპოზიციის, საქართველოში გაერთიანებული ოპოზიციის ოფისი, ვინაიდან დღეს რაღაც პარტიული ხაზები მოშლილია ქართულ საზოგადოებრივ ველზე, პოლიტიკურ ველზე და დღეს ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების საკითხი. შენობის ფოიესა თუ ოთახებში ისეთი სივიწროვე იყო, რომ ნემსაც ვერ ჩააგდებდი. ხალხი ელოდა მოსამართლის ვერდიქტს, რომელსაც ნინო ჩახნაშვილი ნიკა მელიასთან ერთად მათაც გამოუტანდა. პრეზიდენტში გზას მოუწევს ძალადობა ადამიანებზე, არ ვიცი, საკითხად მოუწევს ადამიანების გაათხრება აქედან ფიზიკურად, რომ მივიდნენ მელიანი. ეს არის ახლა განწყობა, რასაც მე აქ ხედავ. მე ვაპირებ მათშორის ვიყო აქ და მათ მოუწევთ ძალის გამოყენება. ხო, აი ვისაც უნდა რომ დააკავოს ნიკა მელია და ალბათ მოუწევთ სხვა ადამიანების წინამდე გამოყენება ძალის, სხვა ადამიანების დაკავება თუ ასეთ საბედისწერო ნაბიჯი მათთვის და ქვეყნისთვის ანსაზიანოზე წავიდა. მოსალოდნელ და ქვეყნისთვის ძალიან საზიანო გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მოსამართლე რომ არ იყო ყველა იმ პოლიტიკოსმა, რომლებიც ნიკა მელიას მხარდასაჭერად პარტიის ოფისში იყო მისული მშვენივრად იცოდა. მათ არც იმ 88 დეპუტატის ღვაწლი ავიწყდებოდათ, რომლებმაც კოლეგისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი ერთხმად დაუჭირეს და არც ის ერთი კაცი, რომელიც ამ 88 დეპუტატს როგორც მარიონეტებს ისე მართავდა. ეს გადაწყვეტილება არის ბიძინა ივანიშვილის და დეპუტატებმა პროსტო ხელი მიაჭირეს რა. ის რომ იქ მარტო ხელის მიმჭერება თავს ჩვენ დეპუტატები, რამე თუ მათ უნდა იცოდნენ და ეცოდინებათ ამდენი რომ ვინ ჩართავს გილიოტინს, მერე თვითონ ხდება გილიოტინისები. ეს არის სამარცხვინო პარლამენტი, სამარცხვინო გადაწყვეტილება, სამარცხვინოა რომ ასე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ადამიანისთვის მეორედ უფლებამოსილების შეწყვეტაზე. რა თქმა უნდა, ეს არის გზა ქართული ოცნების პოლიტიკური სამარისკენ მიმავალი და ქართული ოცნება ძალიან ცუდად დაამთავრებს. თავარია და ჩვენი აქ შეკრების მიზანი არის ის, რომ მაინც არჩევნები
პირობით წავიდეს ქართული ოცნება და არა რაიმე სხვა გზით, იმიტომ რომ ქართულ ოცნებაზე რამე სენტიმენტი გვაქვს, არა, უბრალოდ ქვეყნისთვის აჯობებს, რომ ჩვენ ამ ბრძოლით მათ შორის მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები. ოცნების ხელისუფლება ნიკამელიას პროტესტს დაკისრებული გირაოს არ გადახდის თაობაზე, კანონის უზენაესობაზე თავდასხმა დაფასებდა. თუმცა პროპაგანდამ არ იმუშავა. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდა, რომ ფარსი სახელწოდებით სახელმწიფო გადატრიალება გავრილოვის ღამის შემოქმედმა ხელისუფლებამ საკუთარი დანაშაულის გადასაფარად დადგა. ნიკას გადაწყვეტილება არის ყველაზე უფრო ღირსეული ნაბიჯი, რომელიც არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ნიკას საქმეს უკვე. ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, თავისუფლებისთვის ბრძოლას, რისთვისაც ჩვენ ყველა და საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვედით ოცნებდით და ვაპროტესტებდით გავრილოვის ჩამოსვლას. დააპატიმრეს ადამიანი, რომელმაც გააპროტესტა საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი ადამიანის კომუნისტი გავრილოვის ჩამოსვლა. მეტი არაფერი არ მომხდარა და ეს ადამიანი შეაგდო ციხეში. თუ ნიკამელია საქართველოს პარლამენტში დაყაბულდებოდა და შევიდოდა, ანუ გაუправებდა იმ გაყალბებულ არჩევნებს, რაც რუსმა დაუკეთა ბიზინა ივანიშვილს და ეს გაუправებდა, მაშინ შესაძლებელია რუსიც და ბიზინა ივანიშვილი დათანხმებულიყო. რახან ნიკამელია არ დათანხმდა, ამიტომ დაიჭირა. საკუთარი დანაშაულის გადასაფარად თავის გზაზე მოიგონეს ოცნების მინისტრმა მოიგონეს ლეგენდა, რომ რაღაცა სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა და ვითომ ეხლა მელია იყო გადატრიალების სათავეში. თვითონაც არ არის არჩევა ხოცხალი. ამიტომაც გადაეფარა ის, რომ ბავშვებს დაეფარეს თვალები. ვიდრე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, რომელმაც თვალამოთხრილი მაკო გომური და გავრილოვის ღამის კიდევ 15 პროტესტანტი დაზარალებულადაც კი არ ცნო, პოლიტიკოსების მიერ დადგმულ ფარში მოსამართლის როლის შესრულებას აგრძელებდა, ნიკამელია ოთახიდან ოთახში დადიოდა და საკუთარ მხარდამჭერებს იქით ამხნევებდა. დიდი მორალური უპირატესობა გვაქვს რა. აი ერთი უკრაინული სიტუაცია არ იყოს, აი აგრესია არ იყოს, მართლა ძალიან მართლები ვართ და მას ყელვა პრაქტიკულად არ ეტყობოდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხდებოდა სტუმრებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებთანაც არც შორეულ წარსულში ცხარე კამათი ჰქონდა. ალლაჰუ აკბარ. ლაპარაკობდა ტელეფონზე, თვალყურს ადევნებდა სოციალურ მედიას და პერიოდულად ინტერვიუს აძლევდა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტელევიზიებს. ერთ მხარეს დგას ქართული ეროვნული მოძრაობა, აქ უკვე მართლა არაფრის შუაში აღარ არის პარტიული ნიშანი, პარტიული პოლიტიკა, არაფრის შუაში კი აღარ არის. ერთ მხარეს დგას ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს დგას რა ოკუპანტების ინტერესი და ოლიგარქის წარმომადგენლები, ადეპტები, რენეგატები, რაზეა დავარქვათ. შუადღის 4 საათზე დაწყებულმა და უსაშველოდ გაწელილმა სასამართლო პროცესმა კულმინაციას 22 საათსა და 18 წუთზე მიაღწია. ვერდიქტის გამოცხადებისას ნიკამელიას კაბინეტში სამარისებური სიჩუმეს უფევდა. საქართველოს გენერალური პროკურორის რეგულირებული შუამავლობა პრაგმატული სფეროს შეფარდებული აფხაზის განსხვავების ბიუროს პატიმრობის შესახებ დამახასიათებს პრაგმატულ ნიკამელიას. როდესაც 20 ივნისის ღამეს ახალგაზრდებს ივანიშვილის მითები თვალები დასთხარეს, ამის შემდეგ მისგან მე ყოველგვარ საშინელებას ველოდები. ამიტომ მისი განეიტრალება ისევეა საჭირო, როგორც ტერორისტის, რომელმაც აიყვანა მძევლები და მიდის ყველაფერს. ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო გადაწყვეტილებების წყალობით არაერთხელ აღმოჩენილა გისოსებს მიღმა, მელიას საპატიმრო სანქცია ლაკონურად სულ რაღაც ორი სიტყვით შეაფასა. პოლიტიკური აბსურდი, პროფესიული სიბეცე. პოლიტიკური აბსურდი რომ ეს სამსახად მიუთითებს იმაზე რომ პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება ამ გადაწყვეტილებით, პროფესიული სიბეცე რომ იყო მარტო ადვოკატების და პროკურორების პროექტების შედეგად მოვისმენეს. ეს პროცესი ძალიან ცუდი მიმართულებით წაიყვანს ქვეყანას. ბევრი კოლეგისგან, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ საპატიმრო სანქციას ოლიმპიური სიმშვიდით შეხვდა, განსხვავებული რეაქცია ჰქონდა გიგი უგულავას. მე ვფიქრობ, რომ დღეს ვერავის ვერ დააპატიმრა. მაშინ როდის დააპატიმრებდა? მე ვფიქრობ, რომ ვერავის ვერ დააპატიმრა. იმ სმაძლებს რა. გადაწყვეტილება ჩემი და უამრავი ადამიანის. იმიტომ რომ მე აქამდე გადაწყვეტილება არ ხდა, მოდიოდა სპეცნაზელი მივყავდა და მე ხელებს ვშლიდ. და მე დღეს გუშინად და გუშინწინათ ვთქვა. მოვა სპეცნაზელი დამარტყავს და უპასუხო.
ასე არის განწყობილი ყველა. არავინ იცოდა როგორ მოიქცეოდა ხელისუფლება. გამოიყენებდა ხის საპოლიციო ძალას თუ რამეს უფრო ჭკვიანურს მოიფიქრებდა. ხარდამჭერების კიდევ უფრო გასამხნევებლად და საკუთარი პოზიციის საჯარო დასაფიქსირებლად ნიკა მელია პირველ სართულზე შეკრებილ მედიასთან ჩავიდა და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ბრიფინგი გამართა. ჩვენს ხარეს არის ის სიმართლე, რომლის გამოც ისტორიულად თაობებს ყველაზე ძვირფასი რაც კი მათ გააჩნდათ, სიცოცხლეც კი დაუთმიათ. თავისუფლების იდეა ბიძინა ივანიშვილო, თავისუფლების იდეა ბატონო სერგეი გავრილოვო არ სამართლდება, არ გასამართლებულა არასოდეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში და ბუნებრივია არც ახლა გასამართლდება. მელიას მხარდამჭერები ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად იყვნენ. შენობიდან არავინ გასულა, უკან არავის დაუხევია, რადგან თითოეულმა იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. ეხლა ჩვენი ერთი ნაბიჯით უკან დახევა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თავი უნდა ჩაუყინდროთ გავრილოებს, კოლექტიურ გავრილოებს, რომლებიც დღეს ცდილობენ, რომ აი ასეთი რაღაც ჟანდარმერული, რუსული ჟანდარმერული მეთოდებით გაიხანძლიონ ძალაუფლება. ამიტომ ჩვენი ხედით ჩავხერგეთ ის ყველა ის გზა, რომელიც მოგცემდა საშუალებას უკან დაგვეხია. არ უნდა დავიმორჩილოთ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს, არ უნდა დავიმორჩილოთ ბიძინა ივანიშვილის პოლიციას, არ უნდა დავიმორჩილოთ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტს, არ უნდა დავიმორჩილოთ ბიძინა ივანიშვილის თავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. სრული საყოველთაო დაუმორჩილებლობა საქართველოში. ეს არის გამოსავალი. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ღირსება და რომელიც ფიქრობს, რომ ის დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოში ცხოვრობს, ასე უნდა მოიქცეს. ნიკა მელიასთვის საპატიმრო სანქციის შეფარდება ქართული საზოგადოების სიმწიფის ტესტად და ძალიან სერიოზულ გამოწვევად შეაფასა ახალი გირჩის ძველმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ. თუ არ ვარ გზად იმისათვის, რომ ეს არ გავუტაროთ, ამას გადავყლაპავთ, ეგ ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დიდი დრო დაგჭირდება იმისა, რომ ჩვენ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ. შესაძლებელი ის არის, რომ თუ ამ ქვეყანაში შესაძლებელია, რომ царელ ადგილზე ეს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე დაიჭირო, არავინ არის დაცული. არავინ. მე არჩევანი გაგაქრო გინდა თუ არა ეგეთ ქვეყანაში სადაც არავინ არის დაცული, ატოვა შენიშვილები. პოლიტიკური კრიზისის გამაღრმავებელ სასამართლო გადაწყვეტილებაში ახალი შესაძლებლობები დაინახა დავით ბაქრაძემ. მისი აზრით, სწორედ 17 თებერვალი იქცა დღე, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ახალი ეტაპი დაიწყო. დღევანდელი დღე ჯერ ერთი ნიკა მელიას როგორც ახალი ტიპის პოლიტიკური ლიდერის დასაწყისია და მეორეც ერთი ახლა თუ საუბრობთ რა დასრულდა, დღეს საბოლოოდ დასრულდა იმედი, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო იარსებებს თუ არ შეიცვალა ხელისუფლება. დღეს საბოლოოდ დასრულდა იმედი, რომ ამ ხელისუფლებას აქვს ელემენტარული პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა დააყენოს საკუთარ სკამზე წინ. დღეს დასრულდა ერთი ეტაპი ბრძოლის, როცა ხელისუფლებამ აირჩია, რომ კრიზისიდან გამოსვლის, ნაბიჯების გადადგმის და ხიდების გამთელების მაგივრად პირიქით წასულიყო გამწვავების, დაძაბულობის, დაჭერების და ხიდების ბოლომდე დაცვის გზით. რას ფიქრობ ამ დროს კანონმდებელი კოლეგებისგან ორჯერ უფლებამოსილება შეჩერებული და პატიმრობისთვის უსამართლოდ განწირული ნიკა მელია. არ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით უხერხულ მორჩილებაში. იარაღიას მოეს ადამიანს და აკავებენ ახლა ვისაც ესროლეს იმას. რას ფიქრობდა გზანში მაჟორიტარულ არჩევნებზე ოცნების შპანასთან ნაომარი და მერე უპირობო გამარჯვება მოპარული პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო მთელი ოპოზიციური სპექტრი საკუთარი პიროვნების ირგვლივ გააერთიანა. ბრძოლა ბოლომდე. რას ფიქრობდა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ერთი თვის წინ არჩეული თავმჯდომარე იმ სანქციაზე, რომელიც მას პატიმრობას უქადდა. ჯიუტად მჯერა, რომ გამორიცხულია ჩემი დაკავება, ჯიუტად მჯერა, იმიტომ რომ უბრალოდ ეს არ მოხდება. ეს ვერ მოხდება. რეპრესიული მანქანა რეჟიმის ეხა არის მიჩვეული, რომ ადვილი ნადავლი ხდება ნებისმიერი მიზანში ამოღებული ადამიანი, მაგრამ ნუ ყველა წეს აქვს გამონაკლისი. ამ შემთხვევაში გამონაკლისი ვიქნები მეგობრებთან ერთად, ასობით 1000 საქართველოს მოქალაქესთან ერთად. მჯერა და თუ სხვა არ გეტყვით. რა და როგორ იქნება, ამას ნახავთ. ვნახეთ, პრემიერი გადადგა. მოსამართლის პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი ჰაერში დარჩა გამოკიდებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ კი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებაზე ტაიმ-აუტი გაურკვეველი ვადით აიღო. და მაინც, რა აძლევს ასეთ შეუვალ რწმენას ნიკამელიას? რწმენას, რომ ის ისტორიის მართალ მხარეს დგას. ალბათ ის, რაც ათასობით მხარდამჭერის წინაშე ერთხელ უკვე ღიად და ალალად თქვა. შენ შვილს სანდრომელიას პირდაპირ გეუბნები თვალებში ვერ ჩავხედავ. ვერ ჩავხედავ, არ მინდა ჩავხედო, არ მინდა ამ დამცირების, ამ მუქარების ძალადობრივი აქტების განხორციელების შემდეგ რაც გუშინ იკადრა ოლიგარქმა, იმიტომ რომ მას აქვს ხელისუფლება მიტაცებული. ვაპატიო, სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, მე ჩემ ბავშვს თვალებში ვერ ჩავხედავ. გამორიცხული ამბავი არის. ისტორიას არ ახსოვს ისეთი გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი, რომელიც რეჟიმთან ღია დაპირისპირების შემდეგ პატიმრობას გადაურჩა. იქნება თუ არა ნიკამელია გამონაკლისი, არავინ იცის. მაგრამ ცხადია, რომ პატიმარი მელია ერთი ფულიანი კაცის გავლენის ქვეშ მყოფ ბევრ პოლიტიკოსზე გაცილებით უფრო თავისუფალი იქნება და ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი როგორც პოლიტიკური ფიგურის წონა დღევანდელთან შედარებით 1 ასად გაიზრდება.